მოგესალმებით მეგობრებო, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა ურთიერთობაზე, რას უნდა ელოდოთ თქვენ ამ ურთიერთობისგან. ჯერ ვნახოთ რა ურთიერთობაა, რა ხდება და შემდეგ უკვე თქვენ რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობაში. რა ხდება ახლა? რა ურთიერთობაა? აქ რა ხდება? აქ ორი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს და გაჩნდა პირველი. აქ ორი ადამიანი ერთმანეთზე ფიქრობს. უკვე სამომავლო გეგმებზე ფიქრობს აქ ორი ადამიანი ერთმანეთს. აქ თქვენ შორის შეხვედრა უკვე ნახე შეხვედრაზე ფიქრობთ აქ ორივე ადამიანი, თუ ჯერ არ შეხვედრილ ხართ ერთმანეთს. აქ ფიქრობთ შეხვედრაზე და ეს ახალი გაცნობა, ეს ახალი ეტაპი ექნება, კარგად არ იცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთისთან შეხვედრა და ერთმანეთის კარგად გაცნობა და ერთმანეთთან ურთიერთობა აქ ორივე ადამიანს სურს. მამაკაცი, რომელიც არის საკმაოდ გამოცდილი ადამიანი, საკმაოდ ჭკვიანი, რომელიც კარგად ერკვევა გრძნობებში. ერთი შეხვედრით შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ამ მამაკაცს არ არის მგრძნობიარე მამაკაცი, შეიძლება არ გაგრძნობინებთ არაფერს, მაგრამ რეალურად ამ ადამიანს საკმაოდ დიდი და ესეთი ღრმა გრძნობები აქვს. და მამაკაცი, რომელიც გამოგიგზავნათ მაღალმა ძალებმა, ბედმა, რაღაცა შეიცვალა უცებ და შეიძლება უცებ გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ანუ ორი ადამიანი უცებ შეხვდა ერთმანეთს. შეიძლება პირისპირ არ შეხვედრილ ხართ, მაგრამ ფიქრებით ერთმანეთზე ფიქრობთ და აქ ორივე ადამიანს სურს ურთიერთობა და ძალიან სასიამოვნოა ეს თქვენთვის, ანუ ეს გეგმები, რასაც აწყობთ, ეს ფიქრები ძალიან სასიამოვნოა, ანუ სიხარული მოაქვს. აქ ორივე ადამიანს ერთმანეთისთვის სიხარული და ბედნიერება მოაქვს. და რა იქნება, რას უნდა ელოდოთ თქვენ, ნახეთ. აქ ეს ურთიერთობა მარტო თქვენ არ გსურთ, მაღალ ძალებსაც სურთ. მამაკაცი, რომელიც არის ძალიან სერიოზული, რომელსაც აქვს საკუთარი საქმე და ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი საქმე, არის საქმიანი. აქ ორი ერთნაირი ადამიანი, ანუ ქალსაც თავისი საქმე აქვს, კაცსაც თავის, ორივე სერიოზული ადამიანია აქ. და ეს მამაკაცი აპირებს, ანუ მოიჩქარის თქვენთან ეს მამაკაცი, იმიტომ რომ მამაკაცს სერიოზული გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით და თქვენც გაქვთ, ანუ ერთმანეთზე აქ ორი ადამიანი სერიოზულად ფიქრობს და არა ისეთ ურთიერთობაზე. სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობთ აქ, რადგან თქვენც ასეთი ადამიანები ხართ და იცით რა გსურთ ურთიერთობაში. ეს ადამიანი აუცილებლად მოვა თქვენთან თავისი გრძნობით, შეიძლება რაღაც საჩუქრითაც კი მოვიდეს თქვენთან, ზოგიერთთან იქნება ეს მომენტი. საჩუქარი შეიძლება ყვავილებიც კი იყოს და ესეც მშვენიერი საჩუქარია. იაქტიურებს ეს, თუ ახლა არ ჩანს ეს ადამიანი, ხო? შეიძლება კონტაქტით თუ არ გაქვთ, აუცილებლად იაქტიურებს ეს ადამიანი და გამოჩნდება. ქმედება და ცვლილებები აუცილებლად იქნება და მოვა ეს ადამიანი თავისი დიდი გრძნობით. აქ ძალიან დიდი გრძნობაა თქვენს შორის და სადმე დაგპატიჟებთ, სადმე წახვალთ, ერთად დროს გაატარებთ, რაც ძალიან დიდ ემოციებს და გრძნობებს გამოიწვევს თქვენში. თუ წარსულში გქონდათ მომენტები, რომ რაღაცა ძველმა ურთიერთობამ გული გადკინათ, არ წარიმართა ისე, როგორც თქვენ ელოდით და იყო გულის ტკენა თქვენს ცხოვრებაში, ახლა ეს აღარ იქნება. ანუ ნახეთ, ორივე ადამიანს შესაძლოა ეს მომენტი ჰქონდა თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს იყო წარსულში და ეს გულის ტკენა ამ ურთიერთობაში არ იქნება. აქ ორივეს ბედნიერი ურთიერთობა გინდათ, ბედნიერება გინდათ აქ ორივეს ურთიერთობაში და ამ ერთმანეთისთვის ორივე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ ძალიან.
და თქვენც ნახეთ აი ამ ადამიანის შემოსვა თქვენში ახალ ემოციებს გამოიწვევს და რაღაცას შემოგთავაზებთ ეს ადამიანი. ხელცარიელი არ მოვა ეს ადამიანი, ანუ მოიჩქარის, ძალიან მოიჩქარის თქვენთან და რაღაცას შემოგთავაზებთ, როგორც გითხარით. რაღაცა შემოთავაზება იქნება ამ ადამიანს თქვენთან. რადგან ძალიან დიდი ცვლილებებით მოდის თქვენთან და ეს ყველაფერი გამოიწვევს თქვენში ძალიან დიდ სიხარულს, რა თქმა უნდა, სულიერ სიმშვიდეს, ემოციურ სიმშვიდეს, აი ძალიან სასიამოვნო იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის და აქ იქნება ძალიან დიდი გრძნობები თქვენს ურთიერთობაში, აქ სერიოზულ ურთიერთობას უნდა ელოდოთ, ანუ პირდაპირ აი სერიოზული შემოთავაზებით მოვა ეს ადამიანი თქვენთან, რადგან აქ ორივეს ძალიან დიდი სურვილი აქვს ერთმა ერთად ყოფნის და სრულად ახალ გზაზე წახვათ, ანუ ეს სამყარო ახალ ეტაპს გიხსნით და ახალ გზაზე მიდიხართ ორივე. საკმაოდ ისეთი მამაკაცი მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში, ძალიან სერიოზული, მოქმედი, რომელმაც იცის რა როგორ უნდა გააკეთოს, ასევე ფინანსურადაც საკმაოდ შეძლებულია და ანუ ნახეთ ყველაფერი, აი ძველი თქვენ რაც გამოიარეთ, ყველაფერი რჩება წარსულში და სრულად ახალი შენება იწყება თქვენი ცხოვრების. აი თქვენი ამ ადამიანის გამოჩენით და თქვენი ურთიერთობის დაწყებით სრულად ახლიდან იწყება თქვენი ცხოვრება, სრულად ახლიდან და აქ შეიძლება იყოს ის მომენტი, სრული განახლება მიდის თქვენი ცხოვრების და აი მაღალი ძალების სურვილიც ეს არის. აქ ზოგიერთთან შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ სადმე წახვიდეთ თქვენ ორივე საზღვარგარეთ თუნდაც არის ეს მომენტი. ამიტომ აქ ამ ურთიერთობაში უნდა ელოდოთ მხოლოდ კარგს, უნდა ელოდოთ ბედნიერებას და ძალიან დიდ გრძნობებს. ასე რომ ძალიან კარგი პროგნოზი გამოვიდა, როგორც ყოველთვის. ამიტომ მე გილოცავთ და გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას და აი ამ ურთიერთობით ტკბობას, რაც ამოდის ამ ურთიერთობაში.